მოგესალმებით, დადგა ორშაბათი, ხვდებით ფსიქოლოგს ქალების რადიოს ეთერში და ვსაუბრობთ ფსიქოლოგიურ თემებზე. დღეს 26 მაისია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და სწორედ დღევანდელი გადაცემაც ეხმაურება ერთგვარად ამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და დიდ თარიღს და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თავისუფლების ფსიქოლოგიაზე და ჩვენი სტუმარი იქნება ფსიქოლოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი. ლილი, მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მოგესალმებით, ნატა, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვით, თავისუფლების ფსიქოლოგია, რომ ახსნით დავიწყოთ, ასე ვთქვათ, რა შეიძლება ვიგულისხმოთ ამ ტერმინის ქვეშ. ფსიქოლოგია როგორ განმარტავს თავისუფლებას და რა კომპონენტებისგან შედგება. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. რთული კითხვა, როგორც ყოველთვის. და ერთი პასუხი არ მაქვს ამაზე. რაღაცნაირად ესე გაიგება ხოლმე, რომ თავისუფლება არის ის მდგომარეობა, როცა შემიძლია ყველაფერი ვაკეთო. რაც მომეხასიათება, რაც მომინდება, რაც სპონტანურად მომინდება, ყველაფერი ვაკეთო. თუმცა რეალურად ესე არ არის. თავისუფლება შეიძლება ვთქვათ, რომ არის ის, რომ მე მაქვს არჩევანის თავისუფლება და ყოველ კონკრეტულ მომენტში მე ვაკეთებ არჩევანს, ვიღებ გადაწყვეტილებას, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო თუ არ გავაკეთო და სხვანაირად გავაკეთო. ანუ რეალურად თავისუფლება არის თავის უფლება, რომ დავამარცხლოთ, უფლება იმისა, რომ მეკუთვნოდეს საკუთარი თავი და მე ვიყო ჩემი ქცევის ბატონ პატრონი, მოდი ასე ვთქვათ, ჩემი ქცევის და ჩემი ცხოვრების ბატონ პატრონი. ეს ძალიან იდეალისტურად ჟღერს, რა თქმა უნდა, ესე იდეალურად არ არის რეალობაში, თუმცა შესაძლებელია თავისუფლების პირობებში იმ ბალანსის პოვნა, რომ როდესაც მაქვს სივრცე, სადაც მექნება ეს არჩევანის საშუალება. და ეს არჩევანი უნდა იყოს ჩემი გადაწყვეტილება უნდა იყოს, და ეს არჩევანი უნდა იყოს ჩემი. თუ ვერ არის ჩემი არჩევანი ის სიტუაცია, რა სიტუაციაშიც ვიმყოფებით, მაშინ მე მაქვს არჩევანი იმ სიტუაციაში, როგორ მოვიქცე და ეხლა მახსენდება, ჩვენ საუბრობდით ეთერში შემოსვლამდე ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაზე, ხო? და ფრანკლი გამახსენდა, რომელმაც თავისი ცხოვრების 3 წელიწადი საკონცენტრაციო ბანაკში არჩევანი, რა თქმა უნდა, თუმცა არჩევანი რო აერჩია სიცოცხლე და ეთქვა სიცოცხლესთვის დიახ. რო ვუთხრათ სიცოცხლეს დიახ, აი ეს არის სწორედ ალბათ თავისუფლების ყველაზე ისეთი ცხადი, მწარე გამოხატულებაც, ხო? ამ ციგნს თუ დავესესხებით, ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ახსენეთ თქვენ ისევ აი ფსიქოთერაპიული თვალსაზრისითაც, რომ როცა მე ვიღებ გადაწყვეტილებებს და თითქოს ჩემი ცხოვრების სადავეები ჩემს ხელშია, ხო? მე ვარ მთავარი აქტორი, იგივე თუნდაც აი ტრავმასთან მიმართებაშიც ეს ალბათ მნიშვნელოვანი დეტალია, რასაც უნდა გავუსვათ ხოლმე ხაზი, არა? რომ მე სადღაც კი არა ვარ და სხვა არის ეს მოთამაშე ამ ველზე, არამედ მე ვარ. ხო, მეორე რთული კითხვა. კი, მასია სადავეების ხელში აღება, თუმცა ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი ბევრი მიზეზის გამო. ხა ტრავმას თუ შემოვიტანთ, მოდი ტრავმამდე სანამ მივალთ მანამდე ვიტყვი, ხო? რეალურად ჩვენ რომ ვიბადებით და ვიზრდებით, ჩვენ არ ვითარდებით და არ ვცხოვრობთ ცალკე სადღაც კონძულზე, ჩვენ ვართ სოციუმში ყოველთვის და ჩვენ ვართ ადამიანებს შორის. ეს იმთავითვე ზღუდავს სრულ თავისუფლებას. უკვე სანამ დავიბადებით, უკვე იზღუდება თავისუფლება, ეს აბსოლუტური გაგებით თუ ავიღებთ. რა თვალსაზრისით ეხავე გეტყვით, იმ თვალსაზრისით, რომ უკვე არის მოლოდინები. რა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში? უკვე არის მეტიც ალბათ სანამ დავიბადებით მანამდეა, ხო? სანამ დავიბადებით, სანამ დავიბადებით, სანამ ჩავისახებით მანამდეც კი, იმიტომ რომ ნებისმიერი კულტურული გარემო ქმნის მოლოდინს, ეგრეთ წოდებულ კულტურულ სკრიპტს, ისევ ძალჩემკლევაში, კლევაზე ვსაუბრობდით, რომელიც ქმნის მოლოდინს, რა უნდა მოხდეს, როდის უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს საშუალო სტატისტიკური ადამიანის საზოგადოების წევრის ცხოვრებაში და უკვე ზღუდული გვაქვს ეს თავისუფლება. შესაბამისად ამ მოლოდინებით რომ ვიზრდებით, ჩვენ აი იმ ჩარჩოში მოძრავებთ, რომელსაც გვიწესებენ და თავისუფლება უკვე ფარდობით იხდება ამ შემთხვევაში. თუმცა სადავეების ხელში აღებაზე როცა ვსაუბრობთ,
იგივენაირად ამ სცენარის მიყოლა, ოღონდ გაცნობიერებულად და გააზრებულად ესეც არის სადავეების ხელში აღება და ისიც რომ იმის მიხედრა რომ ეს არ არის ჩემი და რაღაცა სხვა უნდა შევქმნა და რაღაცა ალტერნატიულ გზაზე უნდა გადავიდე, ესეც სადავეების ხელში აღებაა. თუმცა ცხოვრებაზე სადავეების ხელში აღება და საკუთარი ცხოვრების ისტორიის საკუთარი ხელით დაწერა გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, იმიტომ რომ მე თავისუფლების ხარჯზე კარგავ რაღაცას. აუცილებლად არის გარიგება. როცა რაღაცას ვიღებ, რაღაცას ვკარგავ და როდესაც მე ვაცნობიერებ, რომ იმის ხარჯზე რომ მე რაღაცნაირად ამოვალ იმ დადგენილი მატრიციდან და მივდივარ სადღაც, ჩემი პირადი თავისუფლებისკენ კარგავ რაღაცას, თუნდაც საზოგადოების მხარდაჭერას. და ამისთვის ალბათ უნდა ვიყოთ მზად. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ხო, ეს არ არის მარტივი. და ის რომ მე ვიყოთ ჩემი ცხოვრების ავტორი და მთავარი აქტორი ამ ცხოვრებაში, რეალურად ეს არის ის, რასაც ყველა ვესწრაფვით, რასაც ვიწყებთ გარდატეხის ასაკში, როდესაც ჩვენი თავის შესახებ ამ ფიქრობას ვიწყებთ. თან კაცრად და ისე ძალიან ისე ხო? ერთმნიშვნელოვნად ჯანყით, კი. ვიწყებთ ჩვენი ამბის თხრობას და ზუსტად ის რომ ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ამბის თხრობას ჩვენივე თავის შესახებ, ეს არის სადავეების ხელში აღება, რომ მე ვქმნი ჩემ თავს ისეთაც, როგორსაც მოვთხრობ საკუთარ თავს და სხვებს. თუმცა აქ არის ერთი მომენტი, რომ ეს ისტორია არის უწყვეტი, აქ უნდა იყოს უწყვეტობის განცდა, უნდა იყოს საზრისი და უნდა იყოს მიზანი. თუ უწყვეტობას ემუქრება საფრთხე, აქ თავისუფლებასაც ემუქრება საფრთხე და ეს უწყვეტობა საფრთხეს აი ეს ტრავმები უქმნიან ხოლმე, რომელზეც შენ საუბრობ. ჩვენ ტრავმებს კიდე დაუბრუნდებით, ალბათ უკვე რადგან დღეს ესეთი მნიშვნელოვანი თარიღია და რადგან ეს ტრავმები, რაც ჩვენ თქვათ თაობებს გვაერთიანებს, იქნება ეს თქვათ რამდენიმე ომი თუ იქნება სხვა ძალიან მტკივნეული მოვლენები, ჩვენი თუნდაც უახლოეს ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, მანამდე ისევ აი თავისუფლებისკენ სწრაფვაზე რომ ვილაპარაკოთ. იმდენად რამდენად და ჩვენ ვისწრაფვით თავისუფლებისკენ და ხშირად გვაქვს აი ეს ლტოლვა რომ გადავუხვიოთ აი ამ სტანდარტულ ჯაჭვს და შევქმნათ მართლა ჩვენი ნარატივი, ამავდროულად ჩვენ გვაქვს ერთგვარი შიში აი ამ თავისუფლების და შფოთვა და სულ ვცდილობთ თითქოს, ნუ ყოველ შემთხვევაში გარკვეული ვთქვათ დიდი ფილოსოფოსები ამაზე ხშირად უსვამდნენ ხას რომ პირიქით მე უკვე გავბივართ ხო ამ თავისუფლებიდან. აი აქ რა ფსიქოლოგიური მექანიზმი ირთვება, რატომ გვინდა რაღაცას ვეჭიდებოდეთ და რაღაცის ბჭყალებში მონობის ქვეშ ვიყოთ ასე ვთქვათ. აქ ეხა ფრომი უნდა ვახსენო, აუცილებლად სხვანაირად არ გამოგდის. ხო, ეს არის მთელი კაცობრიობის და ადამიანების დილემა, რომ მე თან მინდა რომ ვიყო თავისუფალი და თან მეშინია ამ თავისუფლების და მივდივართ ისევ ძალიან საწყისებში, ისევ მივდივართ დედასთან, ისევ მივდივართ პირველად მინჯაჭულობებთან, ხო? მე როდესაც ჩდები და ვიწყებ ცხოვრებას ცალკე ინდივიდი და მე საზოგადოებაზე შეგვიძლია ეს განაზოგადოთ და ვისაუბროთ, მე არ ვარ მარტო, მე მჭირდება მეორე იმისთვის რომ ვიგრძნო და ვისწავლო რომ ვარსებობ. ანუ აი ეს საყრდენი მჭირდება, მეორე მჭირდება რომ ვარ და თავისუფლება ზრდასთან ერთად ნიშნავს იმას, რომ ეს ბმა უნდა ნელ-ნელა ჩავხსნა და მე ჩემ ფეხებზე უნდა დავდგე პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით და მე მეორედან უნდა წავიდე. და ვრჩები მარტო, ანუ ვიზრდებით და ვრჩებით მარტო. ანუ მარტო დარჩენა მეტაფორა უფრო არის ვიდრე ფიზიკური დარჩენა, ეს არის მარტო ვრჩები ზუსტად აი იმ გადაწყვეტილებებში. ანუ თავისუფლებასთან პირისპირ ვრჩები რეალურად და ეს იმდენად ბევრია ხოლმე, რომ გვეშინია ადამიანებს ამისთვის და მე ვიწყებთ რაღაცა მექანიზმების მოფიქრებას, როგორ დავაღწიოთ თავი ამ თავისუფლებას და თან ვიყოთ თავისუფლები და თან დავაღწიოთ, იმიტომ რომ უკან ვერ დავბრუნდებით და აქ შემოდის უკვე ის მექანიზმები, რომელსაც ყველა სხვადასხვას ვიყენებთ იმისთვის, რომ დავაღწიოთ თავისუფლებას. მაგალითად, სიმბიოზში ყოფნა. რასაც დედასთან, მშობელთან. არა მარტო დედასთან. აი საქმეც ის არის, რომ დედასთან სიმბიოზი ერთი საწყისი თემაა და სიმბიოზში შეიძლება ვიყოთ პარტნიორთან, ანუ შერწყმასაც ეძახიან, კონფლიქტიასაც ეძახიან, სიმბიოზში ყოფნასაც ეძახიან, პარტნიორთან, ოჯახთან, ღმერთთან, იდეოლოგიასთან, სახელმწიფოსთან ჭირდება რაღაცა დიდი, რომლის ნაწილათაც ვიგრძნობ თავს, ეს მაძლევს უსაფრთხოებას, როგორც დედაში ვარ პატარა და რაღაცა დიდში ვარ, რომელიც უსაფრთხოების განცდას მაძლევს, მეტაფორულად რო გადავიტანოთ, თუმცა არც ფლად მეტაფორულად, მე მჭირდება რომ ვიყო რაღაცა დიდის ნაწილი, რომ ეს სიმყარე ვიგრძნო და აღარ შემეშინდეს თავისუფლებისგან. ანუ რეალურად მე სიმყარისთვის და დაცულობისთვის ვთმობ თავისუფლებას.
ამოქრებას. სხვა ვარიანტია, რომ გავანადგურო ის სამყარო მეტაფორულად ვამბობ, ცხადია, რომელშიც ვარსებობ, იმიტომ რომ მეშინია იმ თავისუფლების და ეს განადგურება მაძლევს იმ განცდას, რომ მე ვარ გავიმარჯვე, ასე ვთქვათ. და მე შემწევს ძალა და მაქვს ძალა უფლება, რეალურად ძალა არა მაქვს, ძალა უფლება მაქვს ესეთი მოჩვენებითი, ილუზორული, რომელიც მაძლევს ასევე იმის განცდას, რომ შემიძლია ვიყო მარტო. და თუ ისე ფრომის ლოგიკას მივყვებით, ფრომთან არის მესამე მექანიზმი, რომელიც უკვე საზოგადოებაზე გავყავათ, ავტომატურად ცელი კონფორმულობა, როდესაც ზუსტად იმ მატრიცაში წეღარაზეც ილაპარაკე, იმ ჩარჩოში ვჯდები, ვხდები მასის ერთ-ერთი ნაწილი, დიდის ნაწილი ისევ იდეოლოგიის ნაწილი და ვარ მშვიდად. სანამ ვარ ამის ნაწილი, მე არაფერი მე მოკრება. ანუ ფაქტობრივად მე ვამბობ უარს ჩემს თავისუფლებაზე იდეოლოგიურ თვალსაზრისით, ღირებულებათა სისტემის თვალსაზრისით და იმის სანაცვლოდ, რომ არ ვიყო მარტო. აი, ქართული ამჟამინდელი ვითარება ჩვენი ქვეყნის, რომ ამ პრიზმაში განვიხილოთ, ასე ვთქვათ, ხო? მით უფრო რომ დღეს ახლა 26 მაისია და გვაძლევს, ასე ვთქვათ, დღევანდელი თარიღიც ამის უფლებას და კარგი წინაპირობა. თითქოს მე რაც დავიბადე, ჩემი ცნობიერი ნაწილი რაც მახსოვს, სიტყვა თავისუფლება ყოველთვის აქტუალურია. ჩემი ოჯახიდან და ოჯახში ლაპარაკი რაც მახსოვს, თქვა და ეს ნარატივი სულ ვიზრდებით თაობები, აი ამ თვალსაზრისით, ხო? აი ამ შინაარსში, ასე ვთქვათ, ამ ისტორიაში, რომ ჩვენ ქვეყანა ჯერ მოიპოვა თავისუფლება სისხლით და შემდეგ სულ აქვს დასაცავი ეს თავისუფლება და შესანარჩუნებელი. აი ამ იდეის ქვეშ თაობების გაზრდას სად მივყავართ? ხო, ეს მესამე. ალბათ. ხანგრძლივი პასუხიანი კითხვა. მეც ეგ თაობა ვარ, რომელიც გაიზარდა ზუსტად მაგ ნარატივით, რომ მოვიპოვეთ თავისუფლება და ეხა რა შვებით. ეხა უნდა შევინარჩუნოთ, ეხა უნდა ვიბრძოლოთ, გამოვიარეთ ქაოსი, მაგრამ რაღაც მერაბ კოსტავამ დაგვიბარა, რომ შენარჩუნება ყველაზე რთული გაიყო. შენარჩუნება უფრო რთულია, ვიდრე მოპოვება ნამდვილად და ჩვენ ვართ მოწმეები ამ უახლესი ისტორიის, აი ეს ამ წლების მანძილზე, როგორ თან ვინარჩუნებ და თან გვისხლტება და სულ გვისხლტება რეალურად, სხვადასხვა ფორმით გვისხლტება და თუ ესე, ანუ კიდევაც წმინდა ფსიქოლოგიურ შეში თუ წავალთ, ხო? ესეც ჩემი კვლევის ერთ-ერთი აბავია, როგორ ახდენს ეპოქა გავლენას პიროვნების ფორმირებას და მე ესეთი პიროვნებები როგორ ბრუნდებიან ამ საზოგადოებაში, ხო? თუ შევხედავთ ცოტა ახლოდან, ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ თვითონვე ვასაბოტაჟებთ ამ თავისუფლების შენარჩუნებას. აი წეღან რასაც ვამბობდი, გვინდა ეს ვიცით რომ უნდა გქონდეს, ვიცით რომ უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ თან გვეშინია. თან, იმიტომ რომ უნდა გავიზარდოთ მაშინ როგორც ერი, როგორც სახელმწიფო, როგორც სამოქალაქო საზოგადოება და თან გვეშინია ამ გაზრდას, სულ ვიღაცას ველოდებით ისე. და მე ჩვენ თვითონვე ვასაბოტაჟებთ ამ თავისუფლებას და კიდევ ვიღაცა მხსნელს ველოდებით, ვისთანაც აი იმ შერწყმაში შევალთ, იმ სიმბიოზში შევალთ, ვისთანაც ამ უსაფრთხოებას ვიგრძნობთ ისევ თავიდან, რომელიც მე ჩვენს იმედებს აცრუებს, რომელსაც მე კლავთ მეტაფორულად და ისევ ახლა შევდივართ ამ პროცესში და აი უკვე ლამის 40 წელიწადია ამ დროზე დავდივართ. და აი თაობების ამ პროცესში ესე ჩართვა და აი ამ ნარატივით აღზრდას თაობებს რაც შეეხება, ხო, თაობები ნელა იცვლება და სხვადასხვა კოჰორტის ნარატივი, ანუ ჩვენი თაობის ნარატივი სხვანაირია, 2000-იანების თაობის ნარატივია სხვანაირია და ეხლანდელი უკვე თაობის აი თქვენ აქტიურად გაქვთ შეხება სტუდენტებთან და ამიტომ მინდა რომ თქვათ აი სტუდენტების თვალით შემოვიტანოთ, ასე ვთქვათ, ამ დისკურსში სტუდენტების ნარატივი. ანუ ჯენზის თაობას თუ შემოვიყვანთ, მათთან აბსოლუტურად სხვანაირი კონსტრუქცია ეს თავისუფლება. მათ მოსაპოვებელი არაფერი, ისინი დაიბადნენ ამ პირობებში და სხვანაირი რეალობა არ აქვთ, არ იციან, იმიტომაც იბრძვიან ისე როგორც იბრძვიან და რაღაც ავტომატურად მახსენდება და ამ თემაზე რომ მოდის ხოლმე საუბარი, ყოველთვის მახსენდება ის 40 წელიწადი მოსემრო ებრაელი ხალხი ატარა უდაბნოში. 40 წელი უნდა გავიდეს, რომ თავისუფლებაში დაბადებულმა ადამიანმა რეალურად შეინარჩუნოს ის თავისუფლება, რომ მას შესანარჩუნებელი არ აქვს. ის არის ის ერთადერთი რეალობა, რომელიც
სიკვდილის მან იცის. მანიცის და აი უახლოვდებით ამ 40 წელიწადს და ვნახოთ. კი, ნამდვილად საინტერესო ეპოქაში და პერიოდში გვიწევს ცხოვრება, სუფთად ესე ფსიქოლოგიის თუ ეთნოფსიქოლოგიის თუ ექსპერიმენტის დაყენება არ გჭირდება, თვითონ დაყენებს საზოგადოება და ისტორია, კი. კი ბატონო. რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ კვლავ გავაგრძელებთ თავისუფლების ფსიქოლოგიაზე საუბარს დაგველოდეთ. თუ გსურს თავი უკეთ იგრძნო, იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე. გვისმინე ყოველ სამშაბათს, საღამოს 6 საათზე ქალების რადიოს პირდაპირ ეთერში და გაიგე მეტი შენი ორგანიზმის შესახებ. მიიღე ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური რჩევები საუკეთესო პროფესიონალებისგან. ჯანმრთელობის საათი გვანცად არასელიასთან ერთად. იყავი ინფორმირებული, რადგან შენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. რეკლამა ქალების რადიოზე. ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი ნორევა გთავაზობთ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მრავალფეროვან ასორტიმენტს. სახის, სხეულის და თმის მოვლისათვის. ნორევა ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში. თუ ნამდვილი იტალიური სამზარეულოს და ევროპული ღვინოების მოყვარული ხართ, მაშინ გელოდებათ თბილისის ცენტრში, ვერის ბაღთან, ახლად გახსნილი რესტორანი Fabio. სასიამოვნო გარემო, ღია ტერასა. უგემრიელესი იტალიური სამზარეულო და მსოფლიოს გამორჩეული ექსკლუზიური ღვინოები. Perfetto. მისამართი: მერაბ კოსტავას 43. გელოდებათ. Vi aspetta Fabio. ინოფისი უზნაძეზე, ახალი პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრი ურბანიკისგან. გთავაზობთ საოფისე ფართებს, იჯარით 20-დან 20 პარკინგი ადგილს, სრულ საოფისე ინფრასტრუქტურას, საკონფერენციო, მოსასვენებელ სივრცეებს, ფიტნეს და ბიზნესი ინოფისიდან. მისამართი: უზნაძის 70. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 291 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე. 2 31 88 88. პირველ ნაწილში ვრცლად ვისაუბრეთ, ასე ვთქვათ, განცდაზე, თავისუფლების, საიდან მოდის, რატომ გვეშინია, რატომ სულ ვართ იგივე თუნდაც როგორც უკვე ქვეყანა თუ ერი სულ კონფრონტაციაში ერთგვარად თითქოს საკუთარ თავთან და მოდით აი გენდერული თვალსაზრისით ვილაპარაკოთ ახლა სუფთაზე ჩვენ გადაცემები bis მხარდამჭერები ვართ ესე თალსახად თვალსაზრისითაც გარკვეული ცნებების გააზრება, ხო? რა არის თავისუფლება ქართულ კულტურაში კაცისთვის და ქალისთვის? რო განსხვავებულია უდაოა. ხო, აქაც ბევრნაირი პასუხი შეიძლება რომ გაგცეთ, არ ვიცი, მოხსეთ თუ მიყვებით ტრადიციულ კულტურულ განზომილებას და განზომილებას, ხო, რაღაცა სხვადასხვანაირად გაიგება, რომ თავისუფალი მიღებულია კულტურაში და ალბათ ჯერ უნდა განმარტოთ რას გულისხმობთ თავისუფლებაში რას გულისხმობთ რას გულისხმობთ თავისუფლებაში კითხვას რომ ისვავთ ხო თავისუფლება არის სწორედ ის რაზეც ჩვენ არჩევანის თავისუფლება და გადაწყვეტილების დასაწყისში ვისაუბრეთ არჩევანის თავისუფლება რომელიც აპრიორი შესაძლოა უფრო მეტად აქვს შეზღუდული ქალს ისევ კულტურული რაღაცა თავისებურებებიდან გამომდინარე ვიდრე კაცს და შესაძლოა აქ ჩანს ეს გენდერული დისბალანსი ყველაზე უფრო. კი. თუმცა სიტყვა გენდერსაც ვეღარ ვახსენებ, მე მგონი ესეც ხადად დალავათ, ხო? იმიტომ რომ რაღაცები შეიცვალა კანონში ამასთან მიმართებაში. მაგრამ ჩვენ ავირჩიოთ თავისუფლად. ჩვენ გავაკეთოთ თავისუფალი არჩევანი და გამოვიყენოთ ეს ტერმინი. ალბათ ამ შემთხვევაში თავისუფლება გენდერულ ჭრილში რო ვისაუბროთ, ალბათ უნდა განმარტოთ როგორც საკუთარ თავად ყოფნის და საკუთარი თავისთვის სივრცის და დროის დათმობის თავისუფლება ალბათ ესე. თუ ესე შევხედავთ, ქალები ნამდვილად ვერ არიან ეს
ფართოდ აღებული თანასწორად მამაკაცებთან, იმიტომ რომ მაინც არის გენდერული დისბალანსი ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო მეტი დაბალანსებული ოჯახი და წყვილი არსებობს, ხო? თუმცა ნარატივი, ესეთი კულტურული ნარატივი, ტრადიციული ნარატივი ამ თავისუფლებას არ აღიარებს, ზუსტად იმიტომ, რომ გენდერულ როლში იკეტება მამაკაციც და ქალიც, განსაკუთრებით ქალი. იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა ქალი, რომელმაც ოჯახს უნდა მიხედოს და სახლში უნდა იყოს და საჭმელი უნდა აკეთოს და შვილებს მოუაროს და ქმარს მოუაროს, როგორც კიდე ერთ დამატებით შვილს. მისთვის თავისუფლება მეტად შეზღუდულია, მას ფიზიკურად არ რჩება დრო და სივრცე, რომ თავისი თავი იყოს და ალბათ ეს არის თავისუფლების განსაზღვრელი. და როდესაც ქალი იწყებს მეტაფორულად ესე ბჭყალებში გარეთ გასვლას და კარიერაზე ფიქრს რეალიზებას და საკუთარი თავის პრიორიტეტად მოტანას უფრო ნაკლებად ამბიციურად რო ვთქვათ, საკუთარ თავზე ზრუნვას, შვილების, ოჯახის და ვალდებულებების მიღმა, თუნდაც დღეში 1 საათს უთმობს საკუთარ თავს, ეს ნაკლებად მისასალმებლად აღიქმება ხოლმე ტრადიციულ საზოგადოებაში, ვიდრე იგივე რომ მამაკაცმა გააკეთოს. შესაბამისად, ქალის თავისუფლება მე როგორც ქალი და მე როგორც ფსიქოლოგი ზოგადად რომ მეტად გქონდეთ თავისთავად ყოფნის უფლება და თავისუფლება და ეს მე მოქმედებს შვილებზეც, ოჯახზეც და საზოგადოებაზეც, იმიტომ რომ მე თუ კარგად ვარ მთლიანად სისტემაზე, იმიტომ რომ ეს ხო აწყობილი სისტემა ყველა წევრი ერთმანეთზეა დამოკიდებული, რითიც დავიწყეთ, მარტო არ ვართ, ხო და ის ძირითადი ბირთვი დედა, ცოლი, ქალი, რომელიც მაინც ეს ოჯახს ის არის კარგად, დანარჩენებიც კარგად არიან. კი, ნამდვილად ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ხო და უფრო დიდ კონტექსტშიც, ასე ვთქვათ, თვითზრუნვა, self-care, ხა რაც ვთქვათ, დასავლეთი ძალიან დიდი წილი ენიჭება, ასევე ვთქვათ, თუნდაც ფსიქოემოციური კარგად ყოფნის თვალსაზრისითაც, ხო? ფსიქიკური კარგად ყოფნის თვალსაზრისითაც, ესეც ჩვენთანაც რო თანდათან შემოვიდეს და დამკვიდრდეს, როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი და ყოველდღიურობის გარდაუვალი ნაწილი. პრინციპში აქ შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ წინ და მეტი ქალი არის ისეთ აქტივობებში ჩართული და ისეთ ადგილებში და ისეთ სივრცეებში, სადაც ზუსტად თვითზრუნვა არის ძირითადი მიზანი, დანიშნულება და ჩანს. ისევ ჩვენ დღევანდელ თარიღს რომ დაუბრუნდეს და ამ თარიღის ირგვლივ ტრავმა ვახსენეთ, რასაც ვერ გავექცევით, როცა ვთქვათ, საქართველოს უახლოეს ისტორიას გადავავლებთ თვალს და არა მხოლოდ უახლოეს, მაგრამ ნუ ეხლა მაინც აქ ვიტრიალოთ. აი ამ ჩვენს უახლოეს პერიოდში გადატანილი რამდენიმე ომი, დევნილობა, რაში ვლინდება ყოველთვის ეს რთული ბჭყალებში ანამნეზი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. შეგვიძლია ჩავშალოთ განივჭრილში და ვილაპარაკოთ ცალკე საზოგადოებაზე, ცალკე კონკრეტულ თემებზე და ცალკე ინდივიდებზე. საზოგადოების საზიარო ტრავმაზე ვლაპარაკობთ, პირდაპირი სახით ეს ტრავმა არ ჩანს ხოლმე ინდივიდების ცხოვრებაში, თუ მათ პირადად არ შეეხოთ ომი, პირადად არ შეეხოთ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასახლება, ან არ დაკარგეს ვიღაც. და ბევრს ეხება პირადად. სისტემაზე ვლაპარაკობდით, ხო? სისტემაში მყოფ ადამიანებსაც ეხება და ეს რაღაცნაირად ბადე იქმნება, რომელიც მთლიანად ტრავმირებული საზოგადოება გამოგდის, ხო? და ტრავმა ბევრი გვაქვს და ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ტრავმირებული საზოგადოება ვართ, არის ის, რომ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. ეს არის ყველაზე სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ერის თუ სახელმწიფოს თუ ეთნიკური სამოქალაქო საზოგადოების დონეზე არ გვაქვს ინტეგრირებული და მიღებული ის ტრავმული გამოცდილებები, რაც გვაქვს უახლესი ისტორიის განმავლობაში.
ფაქტობრივად ინდივიდუალურ დონეზე თუ ჩამოვინაცვლებთ, ადამიანებს უჭირთ იმაზე საუბარი, რაც ტკივათ. და მეტიც ადამიანებს ურჩევნიათ დაივიწყონ და არ ახსოვდეთ ის, რაც ტკივათ. და ეს დავიწყებული მტკივნეული არსად არ მიდის. სადღაც მაინც იჩენს თავს და რითვერ ვისწავლეთ დროთა განმავლობაში. იმიტომ რომ ეს დავიწყებული თავს იჩენს სიმპტომების სახით, რაც არის დავიწყებული და უკან გადაწეული, იმას აქვს ტენდენცია, რომ გამეორდეს ბევრჯერ და გამეორდეს მანამ, სანამ არ გამოჩნდება. და შემთხვევებში, იმიტომ ვიმეორებ შესაძლოა რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ არ ვაღიარებთ, რომ არის ეს გამოცდილება, სანამ არ შევხედავთ ამ გამოცდილებას და არ დავშლით, ასე ვთქვათ, ამ გამოცდილებას მარტივ მომრავლება და მე თავიდან არ ავაწყობთ ჩვენივე ისტორიულ ნარატივში, ერის ნარატივში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, მანამდე ეს ტრაუმად დარჩება, იმიტომ რომ ეს წყვეტა, რომელზეც წეღან ვამბობთ ისტორიაში წყვეტა, ეს ტრაუმა არის წყვეტა, ინდივიდის ცხოვრებაშიც, საზოგადოების ცხოვრებაშიც და მე თუ ტრამვირებული ვარ, მე მაქვს წყვეტა და მე თუ წყვეტა მაქვს, მე მომავალს ვეღარ ვხედავ. იმიტომ რომ აწუყო წარსულიდან მოდის და აწუყო ქმნის მომავალს ილიას პერიფრაზით გავაკეთე რეალურად, მაგრამ ეს არის და ნარატივი უწყვეტია. იდენტობა, ცნობიერება უწყვეტია, როცა იდენტობაში წყვეტა მაქვს, მე უკვე აღარ ვიცი ვინ ვარ ხვალ, იმიტომ რომ მე არ ვიცი დღეს ვინ ვარ და მე თუ ტრამვის ინტეგრაცია არ გავაკეთე, ხვალინდელ დღეს ნაბის ვეღარ გადავდგა. და რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღის ცხადი სურათი რომ გქონდეს პიროვნულ დონეზეც და როგორც ერთსაც ამაზეც რომ ვისაუბროთ. კი, ზუსტად იგივე ხას გავაგრძელებ ამ კითხვას. მადლობა ამ კითხვისთვის, რაღაცა იკვრება სრულად. მე თუ არ მაქვს მომავლის ხედვა და მე თუ არ ვიყურები მომავალში, მომავლის იმედი და მომავლის იმედი მე აწყოშიც არაფერს არ გავაკეთებ და მომავლის იმედი და მომავლის არ ხედვა არის კლინიკური დეპრესიული მდგომარეობა თუ ძალიან ვიწრო ფსიქოლოგიაში წამოვალთ. ამიტომ წეღან რითიც დავიწყე, ფაქტობრივად გავიმეორებ, მე იმისთვის რომ მქონდეს იდენტობა და იმისთვის რომ მე რაღაცა ვაკეთო ამ ცხოვრებაში, უნდა მქონდეს უწყვეტების განცდა ჩემივე ნარატივში, უნდა ვიცოდე საიდან მოვდივარ, ეხლა სად ვარ და ეხლა როგორიც ვარ, როგორი ვიქნები, როგორი გავხდები ან როგორი მინდა რომ გავხდე. ეს მაძლევს საზრისს და ეს მაძლევს მიზანს. ამიტომ მე თუ მომავალს ვერ ვხედავ, მე თუ ხვალინდელი დღის იმედი არ მაქვს, რომ ჩვენ გვეშველება რაღაც და დამთავრდება ის, რაც ხდება ეხლა, დღეს არაფერს აღარ გავაკეთე. ამ იმედის გაჩენა რაზეა დამოკიდებული? ეს ინტერესების დაკმაყოფილება, რომ მე ვიცოდე, თქვა 5 წელიწადში ჩემ შვილებს სად ვაცხოვრებ და რას ვაჭმევ და რას ვასმევ, ხო? აქ ცოტა კიდევ სხვა ბევრი რამ შემოდის მომავლის ხედვაზე. ხო, ბევრი რამ შემოდის. ჩვენ ახლა გვისმენენ, გვიყურებენ მაყურებლები, რომლებიც ერთის მხრივ ელიან გარკვეულ კონკრეტულ რჩევას და ამ თვალსაზრისით კონკრეტული რჩევები ალბათ რთულია მივცეთ, თუმცა მაინც ხო ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მხოლოდ ვართ გარე ფაქტორებზე დამოკიდებული. რა გავაკეთოთ? ესეც რთული კითხვაა, მაგრამ მაინც რა გავაკეთოთ, როცა ჩვენ გვინდა რომ აი ეს მომავლის იმედი გქონდეს ინდივიდუალურადაც და როგორც საზოგადოებას ერთობლივად. ხო, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ თუ იმედი არ გვექნა და იმედი არ გვექნება თუ არ გვაქვს რწმენა, რომ ღირს ბრძოლა იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის მოდი ძალიან ისე ჟღერს პომპეზურად, მაგრამ რეალურად ეს არის მე თუ არ მჯერა, რომ ადამიანები კაცობრიობა იმსახურებს ხვალინდელ დღეს და ეს იწყება ჩემი საკუთარი შვილებით და ახლობლებით, ოჯახის წევრებით და წრეს შეგვიძლია გავზარდოთ და ადამიანობამდე, კაცობრიობამდე გავზარდოთ, მე თუ ამის რწმენა არ მაქვს, იმედიც არ მექნება. და თუ ამის რწმენა მაქვს, მაშინ ბრძოლა ყოველთვის ღირს. კი, ნამდვილად და ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთგვარი პროცესია, ალბათ, ხო? ეს არის ხანგრძლივი და ნელი პროცესი. სიზიფეს მითისავით, რომ ამ პროცესში უნდა ვიყოთ მონაწილეები, ხო? ეს ლოდი არაფრით არ უნდა დავუშვათ, რომ ძირს არა, თავისით არ გაჩერდება, ჩვენ უნდა დავიჭიროთ და მუდმივად უნდა დავიჭიროთ და მუდმივად ვერ დავიჭერთ თუ აწმყოში არ ვართ აქ და ამჟამად და აქ ყოფნა კიდე არ გამოგვივა თუ წარსულის ტრაუმა გვექაჩება ერთმანეთზე ამიბული ყველაფერი.